მოგესალმებით და ეს გაშლა ეხება უკვე ფინანსებს და კარიერულ ენერგიას და იმას თუ როგორ განვითარდება ეს ენერგიები ახლო მომავლისთვის თქვენს ცხოვრებაში. როგორც ყოველთვის გვაქვს 3 ჯგუფი და შეგიძლიათ რომ ჯგუფები აირჩიოთ კრისტალებით, რომელსაც ეხლავე გაჩვენებთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჯგუფების დროები, რომ ადვილად გადახვიდეთ ჯგუფზე, იქნება კომენტარებში და აღწერილობაშიც რომ აირჩიოთ და გადახვიდეთ თქვენს ჯგუფზე დროის მიხედვით. ასევე შეგახსენებთ, რომ აქვს 2 კურსი, ერთი ეზოთერული რიტუალების კურსი, მეორე ტაროლოგიური კურსი, შემსწავლელი. და ასევე მაქვს 3 სხვადასხვა ელექტრონული წიგნები. ამ ყველაფერზე შეგიძლიათ რომ მომწეროთ პირადში Facebook-ზე ან Instagram-ზე, რომლის ლინკებსაც ისევ და ისევ კომენტარებში და აღწერილობაში დავტოვებ. და რომ გადავიდეთ გაშლაზე, პირველი ჯგუფისთვის ეს არის ჰემატიტის ქვა. მეორე ჯგუფისთვის ეს არის ლეპიდოლიტი. და მესამე არის ფუქსიტის ქვა. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ჯგუფი და გადავიდეთ გაშლაზე. პირველი ჯგუფისთვის ჰემატიტის ქვა. თქვენთან არის 3 კარტი. პირველი ეს არის სიკვდილი. მეორე ეს არის მთვარე და ეს მესამე კარტი ეს არის მშვიდობის შემანარჩუნებელი. თქვენ შემთხვევაში რა კარტებიც ამოვიდა, შესაძლებელია რაღაცა ნეგატიურად აღიქვათ. პირველი რაც ჩნდება ეს მაღალი არკანებია, გასათვალისწინებელია ეს, რომ მაღალი არკანები საერთოდ ნიშნავს ძლიერ ენერგიას. რომ ეხლა თქვენთვის არის საკმაოდ ძლიერი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული ენერგია, რომელიც უნდა გადალახოთ და გადალახვის პროცესში ხართ. რახან ეს ეხება ყველაფერი კარიერას და ფინანსებს, აქ შანსი არის, რომ თქვენი კარიერული და ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს ახლო მომავალში. პირველი ის, რომ ეხლა რაც ხელს გიშლით ფინანსურად და კარიერულად შეიძლება ეს ყველაფერი თავისით და ბუნებრივად ავტომატურად ჩამოგცილდეთ. ასევე თუ ხდება ისე, რომ მაგალითად სამსახურის დაკარგვა მოხდა, ან ფინანსური დანაკარგი მოხდა, ან მაგალითად არის ისე, რომ არის ვალები ან რაიმე მსგავსი, მით უმეტეს ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, რომ აი რაც ძველია, რაც გცილდებათ, ამ ყველაფერს ისეთი პერსპექტივით, ისეთი ხედვით შეხედოთ, რომ რაც ჩამოსაცილებელია, უნდა ჩამოგცილდეთ. შესაძლებელია თუ რაღაც სამსახური დაიკარგა, ეს იყოს იმაზე მიმანიშნებელი, რომ რაღაცა უკეთესი შემოდის და ეს სამსახური აღარ გემსახურებოდათ, ან ასევე თუ რაღაცა ფინანსური ხარჯი მოხდა, შესაძლებელია ეს მიგანიშნებდეთ იმას, რომ მეტი ფინანსები შემოვა, ან რაღაც ახალ გზაზე გაყენებთ აქ სამყაროს, სადაც უფრო მეტი დახმარება გექნებათ, ან უფრო მეტი დაფასება გექნებათ. ასევე ეს კარტი აქ გეუბნებათ იმას, რომ კარგი იქნება გაუშვათ აი ესეთი ენერგია, ან ისეთი განწყობა, რომ რაღაცა ნეგატივს ელოდებით აუცილებლად. შესაძლებელია ფინანსურად და კარიერულად რაღაცა ნეგატივები უკვე გამოსცადეთ, ან ამ ყველაფრის გამოცდის პროცესში ხართ და თქვენ გონებაში ისე იყოს, რომ რაღაცა კარგი აღარ მოხდება. და ანუ კარგი იქნება, რომ აი ამას მიაქციოთ ყურადღება პირველი. აქ ასევე შანსია, რომ რაღაცა ილუზიები დაიმსხვრეს აქ ახლო მომავალში თქვენს შემთხვევაშიც. ემოციურად შანსია, რომ აქ ცოტა რთულად გრძნობდეთ თავს ამ საკითხთან მიმართებით, მაგრამ ისევ და ისევ ეს ყველაფერი მოგვარებადია. ასევე რაღაც ესეთი დამატებითი ასე ვთქვათ, მესიჯი აქ რაც ჩნდება, ეს არის, რომ ვიღაცა თუ არის აქ თქვენ ცხოვრებაში ისეთი, ვისთანაც გრძნობთ, რომ არის დაძაბულობა და რაღაც არ გსიამოვნებთ, ვინმესთან თუ გაქვთ მაგალითად რაღაც გაუგებრობა ფინანსური ან მატერიალური, აი ესეთი გაუგებრობა ეცადეთ, რომ აირიდოთ, ან მალე მოაგვაროთ, ამ მშვიდობით მოაგვაროთ, ან ეცადეთ, რომ რაღაცა კონფლიქტებში ზედმეტად არ ჩაერთოთ, განსაკუთრებით თუ ეს უკავშირდება ფინანსებს. და ანუ ეცადეთ, რომ უფრო მშვიდობიანად შეხედოთ ამ საკითხს და უფრო მშვიდობიანად მიუდგეთ, თუ სხვა ადამიანებიც არიან ამ ყველაფერში ჩართული. რეალურად აქ რო ვთქვათ, რომ რაღაცა ძალიან დიდი
წარმატება ჩანს ახლო მომავალში ფინანსური, ეს ცოტა ნაკლებად არის გამომდინარე იქიდან, რომ როგორი კარტებიც გვაქვს, მაგრამ პირიქით ეს კარტები გეუბნებათ იმას, რომ ეხლანდელი ცვლილება, ანუ ეხლანდელი თქვათ პრობლემა, ან ეხლანდელი რაღაც წინაღობა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ, ანუ ახლო მომავალისთვის, თუნდაც ამ წლის განმავლობაში მიიღოთ ის დაფასება, ან ის თქვათ წარმატება, ან ის ოცნების ახდენა, რაც ეხლა გაქვთ ჩაფიქრებული. ანუ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება, თქვათ რაღაცა გაუგებრობების პერიოდი და ფინანსურად მით უმეტეს აქ შანსია, რომ რაღაცა გამართლება შემოვიდეს, თუნდაც ვიღაცისგან დახმარების სახით, ვიღაცამ რაღაცა რჩევა შემოგთავაზოთ, ვიღაც გვერდში დაგიდგეთ. მთავარი მესიჯი ასევე აქ არის ის, რომ განაგრძოთ გზა, ანუ არ გაჩერდეთ, არ იფიქროთ, რომ ეს არის ბოლო, ან რაღაცა არ გამოვან, ამ ყველაფრიდან გამოსავალს ვერ ნახავთ, ან პოზიტივი აღარაფერი არ მოხდება, ან რაიმე მსგავსი. ეს პირიქით მინიშნება ის, რომ ეხლა თუ ხართ რაღაც ნეგატივში ფინანსურად და კარიერულად, აქედან გამოსავალს ნახავთ. თავარი არის, რომ ცოტა მეტი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ ეცადეთ, რომ გადმოერთოთ უფრო მეტ პოზიტივზე, ან თუნდაც იმედიან განწყობაზე. ეს იყო თქვენი გაშლა, იმედია რაიმედ დაგეხმარათ. მადლობა და ეხლა გადავიდეთ მეორე ჯგუფზე. მეორე ჯგუფისთვის ლეპიდოლიტის ქვა. თქვენთან არის 3 კარტი. პირველი გვაქვს მზე. მეორე გვაქვს ხლების ორიანი. და მესამე გვაქვს ვარსკვლავთ მრიცხვერი, ან ესეთი ადამიანი, ვინც ვარსკვლავებს და ცას უყურებს. ერთი შეხედვით არის დადებითი გაშლა. პირველი ის, რომ მზე საკმაოდ დადებითი კარტია ტაროში, ნიშნავს იმას, რომ რახან ფინანსებს, კარიერას ვეხებით, რომ თქვენი კარიერა, ფინანსები ახლო მომავალში უფრო გაიზრდება, ან უფრო მეტად გექნებათ ამ კუთხით დაფასება, წარმატება, სიხარული, შეიძლება აქ რაღაც გაგიხარდეთ იყოს, რომ თქვა თქვენი შრომა დაფასდეს, ან უფრო მეტი თქვა კლიენტები მოიზიდოთ, გააჩნია რა საქმიანობას ეხება, თუ ბიზნესი გაქვთ, ეს ბიზნესი უფრო წინ წავიდეს. აქ ხლების ორიანით შესაძლებელია ეს იყოს ის, რომ გახართ ერთგვარი არჩევანის წინაშე. იყოს ის, რომ მაგალითად თუ გზა გასაკარზე გახართ, რომ როგორ გადაანაწილოთ დრო თქვენ საქმიანობაში, ან რომელი საქმე აირჩიოთ ზოგადად, ანუ შესაძლებელია ამას უფრო უკავშირდებოდეს ეს კარტი, იმიტომ რომ გარშემო არსებული სხვა კარტები არის დადებითი და რეალურად ეს კარტი აქ ეუბნებათ იმას, რომ ეხლა რა წარმოსახვების გაქვთ, რა მიზნებიც გაქვთ, ამაზე კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ეხლა რაღაცა წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ეს კარტი გეუბნებათ, რომ არ დაკმაყოფილდეთ ამითი, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი ნიჭი, ტალანტი, შესაძლებლობა, ენერგია გაქვთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიოთ, ვიდრე ეხლა მიაღწიეთ, ან მიაღწევთ ახლო მომავალში. ამიტომ კარგი იქნება აქ, რომ საკუთარ თავს თქვენს გამოცდილებას უფრო მეტად დაუჯეროთ და მოусმინოთ, იმიტომ რომ რაღაცა დიდი წარმატებების შანსი შეიძლება მოგეცეთ აქ დროთა განმავლობაში. ამიტომ ეხლანდელი თქვა რაღაცა წარმატება ან დაფასება რაც შემოვა, ეს კიდევ იმას გაძლევთ, ისეთ ენერგიას, ისეთ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ კიდევ სამომავლოდ რაღაცა საფუძველი ჩაუყაროთ და კიდევ უფრო გაიზარდოს თქვენი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, თქვენი ნიჭი კიდევ უფრო მეტად გამოვლინდეს. რაც შეეხება იმას, რომ რა არჩევანის წინაშე შეიძლება კიდევ იდგეთ, თუ გაქვთ ისეთი სიტუაცია, რომ არის შემოთავაზებები, თქვა არის სადღაც მუშაობს და გაქვთ კიდევ ერთი შემოთავაზება, შეიძლება ეს იყოს არჩევანი, რომ რომელი ერთი აირჩიოთ, ასევე თუ გაქვთ ის, რომ როგორ გადაანაწილოთ დრო, თუ ყავთ თქვათ კლიენტები, ან თუ გაქვთ თქვენი ბიზნესი, შეიძლება იყოს როგორ გადაანაწილოთ აქ დრო საქმესა და თქვათ
პირად ცხოვრებას შორის, ანუ ეს იყოს რაღაცა არჩევანის წინაშე დგომა, მაგრამ ეს რაღაცა ჩაკეტილობა ან არჩევანის წინაშე დგომა უფრო მენტალური ჩანს, ვიდრე რეალური, რომ ანუ ძალიან ხელის შემშლელად რაღაცა აქ არ ვლინდება, უფრო არის რომ თქვენ გონებაში შეიძლება იყოს, რომ მაგალითად ორაზროვანი დამოკიდებულება გქონდეთ რაიმე შემოთავაზების ან თქვენი კარიერის და ფინანსების მიმართ, რომ ანუ თქვა და ეს თუ გავაკეთე, ეს მექნება, ან ეს თუ არ გავაკეთე, რა მექნება და ანუ რაღაცა ორაზროვანი დამოკიდებულება იყოს. მთავარი აქ არის ის, რომ თქვენი ფინანსები შეიძლება გაიზარდოს და უფრო მეტი წარმატება ნახოთ, თუ ხართ უმუშევარი, თუ ფინანსები რაღაცნაირად შემცირებულია თქვენს ცხოვრებაში, აქ შანსია, რომ პირიქით, ანუ აღმაში იყოს დადებითი ცვლილება და ნახოთ ფინანსური ზრდა, სამსახურის გამოჩენა იყოს, რაღაცა დაფასება იყოს ამ კუთხით და ასევე სამყაროსგან ხელშეწყობა უფრო მეტად იგრძნოთ ახლო მომავალში ამ კუთხით. ეს იყო მეორე ჯგუფის გაშლა, იმედია დაგეხმარათ რაიმეთი და ახლა გადავიდეთ მესამე ჯგუფზე. მესამე ჯგუფი ფუქსიტის ქვა. თქვენთან არის 3 კარტი. პირველი გვაქვს განდეგილის კარტი. მეორე არის პენტაკლების ცხრიანი. და მესამე გვაქვს ორაკული. ფინანსებს რაც შეეხება, საკმაოდ დადებითი კარტი ჩანს პირდაპირ ფინანსურად განსახილველი და ნიშნავს იმას, რომ თქვა აი ამ კუთხით რაღაცა წარმატება გექნებათ, მაგრამ მანამდე ჩანს, რომ ეს განდეგილის კარტი შესაძლებელია მიგანიშნებდეთ იმაზე, რომ რა არის უკაცრავად განდეგილის კარტი არ არის. ეს არის თასების ხუთიანი. რატომაც უცებ განდეგილად ავიქვი, შეიძლება ეს იყოს რაღაცა მინიშნება კიდევ კარტებიდან, რომ ამ კუთხით შესაძლებელია, ანუ რაღაცა სინანული არსებობდეს, მაგრამ მარტო არ ხართ, ანუ ამ სიტუაციაში, ანუ მარტო არ იქნებით ახლა იმ სიტუაციაში, თუ ახლა მომავალში ან ამ პერიოდში გრძნობთ, რომ აი რაღაცას ელოდებით, მოლოდინის რეჟიმია, რაღაცა როდის დაფასდება, ან ემოციურად როდის შეივსებით. აქ ამ კარტის მთავარი მესიჯი არის ის, რომ გადმოერთოთ იმაზე, რაც უკვე გაქვთ და გამოხატოთ უფრო მეტი მადლიერება. ეს კიდევ უფრო მეტად გახსნის ენერგიას იმისთვის, რომ თქვა მეტი ფინანსები შემოვიდეს, მეტი კარიერული დაფასება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ანუ აქ რჩევის სახით ჩნდება ის, რომ გადმოერთოთ თქვენს ცხოვრებისეულ მადლიერებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, შეიძლება თქვა გამოხატოთ აქ ჟურნალი აწარმოოთ, დღიური აწარმოოთ იმისთვის, რომ რისთვის ხართ მადლიერი. მაგალითად, მადლიერი ხართ რაღაც პურისთვის, მადლიერი ხართ ძალიან წვიმანებისთვის, ცხოვრებისეულად, სახლისთვის, შეიძლება იყოს რომ რაღაცა დიდი მადლიერების ასე ვთქვათ, სია ჩამოწეროთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის ის, რომ გადმოერთოთ აი რაღაც ისეთ მადლიერებაზე, რაც თქვენ ყოველდღიურობას ეხება. და ანუ ეს ენერგეტიკულად დაგეხმარებათ იმაში, რომ მეტად დააფასოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, დააფასოთ ის, რომ ვთქვათ, მატერიალურად შეიძლება არც ისე ცუდად ხართ, ან არც ისე ცუდად გრძნობთ თავს, რეალურად რომ შეხედოთ სიტუაციებს, მაგრამ აი აქ განსაკუთრებით ეს კარტი გეუბნებათ იმას, რომ თქვენი შრომა დაფასდება და თქვენი დამოუკიდებლობა, გამოცდილება დაფასდება, რაც ახლა გაქვთ. გამოჩენილი შესაძლებელია ამ მომენტამდე, სანამ ახლა მოხვედით, განსაკუთრებით ფინანსურად, ამ ყველაფერში ხელი შეგეწყოთ თქვენივე თავიდან გამომდინარე, ანუ თქვენმა თავმა, თქვენმა, ასე ვთქვათ, მხნეობამ, მიზანმიმართულობამ, ცოდნამ და ასე ვთქვათ, თქვენმა შრომამ მოგიყვანათ აქამდე და ამის დაფასება იქნება აქ კარგი და იმის გათვალისწინება, რომ თქვენი შრომა აქტუალურად არ დაიკარგება ახლო მომავლისთვის, ფინანსურად განსაკუთრებით.
ორაკული აქ ასევე გეუბნებათ იმას, რომ დაელოდოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქ შეიძლება იყოს, რომ მაგალითად თუ ელოდებით რაღაცა ინფორმაციას სამსახურთან დაკავშირებით, რომ გექნებათ თუ არა უფრო მეტი ანაზღაურება, აგიყვანენ თუ არა თქვენ რაღაც სამსახურში, ან რაიმე მსგავსი, ან ნებისმიერი სხვა საკითხი, თქვათ ფინანსებს თუ ეხება, რაღაცა დამტკიცებას თუ ეხება, ვალის დამტკიცებას, ან იპოთეკის დამტკიცებას, ან მაგალითად რო განვიხილოთ, ფინანსურად, კარიერულად, რასაც ეხება აქ საკითხები და სადაც ელოდებით, რომ რაღაცა ინფორმაცია უნდა მიიღოთ, აი ამ ყველაფერს ეცადეთ, რომ უფრო მოთმინებით დაელოდოთ, ჩანს, რომ შანსია იყოს, რომ დადებითი პასუხი მიიღოთ, ანუ რაღაცა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. რახან ეს კარტი უცებ განდეგილად აღვიქვი, შეიძლება ეს იყოს რაღაც ესეთი მინიშნება, რომ მაგალითად იყოს ეს კარგი დრო იმისთვის, რომ გადმოერთოთ თქვენს სიმარტოვეზე, ან ეცადოთ, რომ მარტო თქვენთვის გამონახოთ დრო, იმიტომ რომ ეს კარტიც არის დამოუკიდებლობის კარტი და ნიშნავდეს იმას, რომ დრო მოვიდა იმისთვის, რომ თქვენს თავს მოახმაროთ ის ფინანსები, რასაც მიიღებთ, ან რასაც ახლა ასე ვთქვათ, იღებთ ახლო მომავალში და ეს ყველაფერი მოახმაროთ თქვენს მიზნებს, თქვენს თავს, თქვენს ოცნებებს. შესაძლებელია მანამდე ისეთ პერიოდში იყავით, რომ თქვენ ფინანსებს თქვათ ხარჯავდით სხვებზე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო, ან იყო რომ მაგალითად ბევრს გასცემდით რაღაცა კუთხით და ეხლა აქ სამყარო გეუბნებოდეთ იმას, რომ დრო მოვიდა, რომ ცოტა იმაზე უფრო მეტი ფინანსები გქონდეთ, ვიდრე აქამდე გქონდათ და ეს ყველაფერი მოახმაროთ თქვენ საკუთარ თავს. და ანუ კარგი იქნება, რომ საკუთარ თავზე გადმოერთოთ უფრო მეტად. და ინფორმაციას რაც შეეხება, ისევ და ისევ შეიძლება აქ იყოს, რომ ინტუიციურადაც მიიღოთ რაღაცა პასუხი, მაგალითად რაიმე დაგესიზმროთ, ან რაღაც მინიშნებები ნახოთ, ან ვიღაცამ რაღაცა უცებ გითხრათ, რაც უკავშირდება თქვენ კარიერას და მიზნებს, და ანუ აქ ეს ერთგვარი მინიშნება იყოს, როგორ გესაუბრებათ სამყარო. ეს იყო მესამე ჯგუფის გაშლა. მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ჩემ გაშლებს უყურებთ, იწონებთ და ასევე პირადად მწერთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქვს 2 სხვადასხვა კურსი, ეზოთერული რიტუალების და ტაროლოგიის შემსწავლელი და 3 სხვადასხვა სახის ელექტრონული წიგნები და ასევე პირადი გაშლები და 1 ახალი გაშლა, რომელიც დაემატა ჩემს სერვისებს, ეს არის პრემიუმ სახის გაშლა. ამ ყველაფერზე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, Facebook-ზე ან Instagram-ზე, ლინკები შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ აღწერილობაში ან კომენტარებში. მადლობა დიდი.